საღამომშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე მაია კვარცხავა ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. შევა თუ არა პრეზიდენტი ობამა ისტორიაში როგორც ამერიკული ჯანდაცვის სისტემის რეფორმატორი. უზენაეს სასამართლოში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის კონსტიტუციურობას განიხილავენ. 1991 წლის 30 მარტს პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმის დროს მასთან ერთად 3 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 11 წლის წინ მომხდარ ფაქტს ერთ-ერთი მათგანი, ტიმ მაკარტი იხსენებს. ყველა ჩემი საქართველო, ასე ქვია რეჯეფ ჟორდანიას ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზიდენტი ობამას მიერ 2010 წელს შემოღებულ ჯანდაცვის რეფორმას 26 შტატი აპროტესტებს. ამერიკის კონსტიტუციასთან რეფორმის შესაბამისობას ახლა უკვე უზენაესი სასამართლო განიხილავს. საკითხი, რომელიც მილიონობით დაუცველი ამერიკელისთვის შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს, ზეგავლენას ამერიკის მომავალი პრეზიდენტის არჩევაზეც იქონიებს. 2010 წელს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ჯანდაცვის რეფორმის კანონს, რომელიც 1 წლის განმავლობაში კონგრესში ორპარტიული დაპირისპირების საგანი იყო. ობამას რეფორმის თანახმად შეერთებულ შტატებში ცხოვრებ 30 მილიონ უდაზღვევო ამერიკელს სამედიცინო დაზღვევის საშუალება ეძლევა, თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელები ჯანდაცვის რეფორმას არც თუ ისე დადებითად აფასებენ. რეფორმას ეწინააღმდეგება არაერთი კონგრესმენიც. მათ შორისაა რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ბაროსო, რომელიც პროფესიით ექიმია. ბაროსოს აზრით, ჯანდაცვის რეფორმა ბიუჯეტში დეფიციტს გამოიწვევს და სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც დაბლად ასწევს. პაციენტების სურვილია მალე გამოჯამთრდნენ. დაზღვევა კერძო კომპანიების ხელში იქნებოდა, თუ სახელმწიფოსი ნაკლებად დაინტერესებთ. უზენაეს სასამართლოში განიხილება კანონის ის მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით ყველა ამერიკელმა 2014 წლამდე ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა იყიდოს თუ არა და საგადასახადო ჯარიმების გადახდა მოუწევს. ეს კი სკეპტიკოსებს აშფოთებთ და მათ სასწრაფოდ ჯანდაცვის რეფორმის კანონის შეცვლას სურთ. ვფიქრობ, ეს არაკონსტიტუციური ქმედებაა. ამერიკელებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ. ჯანდაცვა უფლება არ არის, იგი მომსახურებაა. რესპუბლიკური უმრავლესობის შემცველ 26 შტატში გენერალურმა პროკურორებმა სასამართლოში ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. შარშან ფლორიდის მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დანარჩენ შტატებში საქმის წარმოება დღემდე გრძელდება. მარონ სოუედი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს და კოლეჯი ახლახანს დაამთავრა. ძნელია ისეთი სამსახური იპოვნა, რომელიც უფასო სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ვიდეო ერთ-ერთი ამერიკული ოჯახის მდგომარეობას ასახავს, რომლის წევრს გულზე სერიოზული პრობლემები აქვს. ნეტავ რას ფიქრობს ის ხალხი, ვისაც ჯანდაცვის რეფორმის შეცვლა სურს? ეს ხომ ბევრი ამერიკელისთვის სიკვდილს სიცოცხლის საკითხია. 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჯანდაცვის რეფორმა ბარაკ ობამასთვის რესპუბლიკელ კანდიდატებთან დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა. ჰენრი ოლსენი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსია. უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ორივე მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. ეს კი ჯანდაცვის საკითხს წინა პლანზე წამოწევს და ბარაკ ობამას კამპანიაზე ას თუ ისე დადებითად აისახება. თუ უზენაესი სასამართლო ჯანდაცვის რეფორმის კანონს მხარს დაუჭერს, ბარაკ ობამას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმები შეემატება. ხოლო თუ სასამართლო რესპუბლიკელთა სარჩელს დააკმაყოფილებს, მათ ბარაკ ობამას წინააღმდეგ კიდევ ერთი უარყოფითი არგუმენტი ექნებათ. თამარ ნარგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. შეერთებულ შტატებში საყოველთაო ჯანდაცვის ირგვლივ მწვავე დებატები მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს შენობასთან რეფორმის მხარდამჭერთა და ოპონენტთა საპროტესტო აქციაც კი მოეწყო. ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში დელოვერის შტატში მდებარე ქრისტიანას საავადმყოფოს წამყვანი ქირურგი, ბატონი ნიკოლოზ მინდაძე მოვიწვიეთ. მოგესალმებით ბატონი ნიკოლოზ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დავიწყოთ ყველაზე მთავარი კითხვით. რით განსხვავდება ჯანდაცვის რეფორმა უკვე არსებული სისტემისგან? მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის. ეს რეფორმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ წარუდგინა ამერიკის საზოგადოებას, შეიცავს 2000 მეტზე ფურცელს და ძალიან ძნელია ამ ვიწრო დროის ფორმატში ამაზე ლაპარაკი.
ძალიან შემოკლებით რო ვთქვათ, დღევანდელი რეფორმა ტოვებს ჯანდაცვის დაზღვევის გარეშე დაახლოებით 40 მილიონამდე ადამიანს შეერთებულ შტატებში. რეფორმა უნდა ეს 40 მილიონი დარჩენილი ამ გარეშე უნდა დაფაროს ყველა. ერთი შეხედვით ეს ძალიან კარგი აზრია და ალბათ ყველა დაეთანხმება ამაზე, მაგრამ როცა შეხედავ ამ კითხვას და ამ საკითხს სიღრმეში უკვე ძალიან ბევრი კითხვები ებადება თვითონ მომსახურე ხალხს, ამერიკელებს და თვითონ სამედიცინო საზოგადოებასაც. უნდა დაიფაროს ყველა უკონო პიროვნება, ვისაც არ აქვს დღესდღეობით ეს დაფარვა. დღეს Medicaid-ი, ასე წოდებული, რომელიც ფარავს მხოლოდ უკონლო ამერიკელებს, ფეხმძიმე ქალებს, ბავშვებს, ყველა უნდა მოიცოს და ყველა უნდა დაფაროს. აქ არის ლაპარაკი ძალიან დიდ თანხებზე. უბრალოდ დღევანდელი სამედიცინო მომსახურეობა არ შეუძლია დღევანდელ სამედიცინო მომსახურეობას წავიდეს იმ იმით, რომელიც დღეს არის. მაგრამ რომელიც არის შემოთავაზებული ობამას ადმინისტრაციით, ალბათ ყველა საკითხს ვერ გადაწყვეტს. თქვენი კოლეგები თუ იზიარებენ ამას, ამერიკელი ექიმები რას? რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სამწუხაროდ განხეთქილებაა და კოლეგებშიც ისე, მაგრამ უმრავლესობა ჩემი კოლეგები და მე პირადად არ ვართ მომხრე ამ ახალი ობამას ადმინისტრაციის ჯანდაცვის კანონისა. საყოველთაო ჯანდაცვის კანონი უკვე მოქმედებს ორ შტატში, ამერიკაში და როგორ ფიქრობთ, აი როგორც სპეციალისტი, ამას უნდა არეგულირებდეს ფედერალური მთავრობა თუ შტატის პრეროგატივა უნდა იყოს? შეერთებული შტატები უზარმაზარი ტერიტორიის ქვეყანა 50 შტატია, ხო? და ყველა შტატი განსხვავდება თავისი ეკონომიური მოსახლეობის და სხვადასხვა კიდე კულტურული განსხვავებებით და ამას ალბათ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ შეიძლება ერთ შტატში ამან კარგად იმუშაოს, როდ აილენდში და იგივე დელავერში, სადაც არის 1 მილიონამდე და უფრო ნაკლები კიდე მაცხოვრებელი კალიფორნიისგან, ტეხასისგან და სხვა ინდუსტრიულად განვითარებულ შტატებთან და მე ესე მგონია, რომ თითოეულ შტატს უნდა ჰქონდეს თავისი კანონმდებლობა ამის იმაზე და თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად და როგორ უნდა მოიხმაროს და როგორ დახარჯოს ეს ფული. იქონიებს თუ არა გავლენას უზენაესი სასამართლოს განაჩენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე? ეს ძნელი საპასუხოა ეს კითხვა. არ უნდა იმოქმედოს წესით, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც იმოქმედებს. ხალხი დაფიქრდება, ის უმეტესი ხალხი, რომელიც ამ რეფორმას ხალხს არ უჭერს და შეიძლება ცოტა სხვა აზრის იყოს პრეზიდენტის, მომავალ პრეზიდენტის არჩევისათვის შეიძლება შეიცვალოს თავისი არჩევანი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა.
ზუსტად 11 წლის წინ, 1991 წლის 30 მარტს, სასტუმროდან გამომავალ ამერიკის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს ესროლეს. როგორ შეიცვალა საიდუმლო აგენტის ტიმ მაკარტის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის გვერდით ძიმედ დაიჭრა და საერთოდ, როგორ ხორციელდება საიდუმლო სამსახურის მიერ შეერთებული შტატების ლიდერის დაცვა. 1991 წლის 30 მარტს საიდუმლო სამსახურის აგენტი ტიმ მაკარტი ან ოფისში უნდა დარჩენილიყო, ამ პრეზიდენტი რეიგანი დაეცვა სიტყვით გამოსვლის დროს. ჩემმა უფროსმა არჩევანის საშუალება მომცა და მე მონეტა ავაგდი, რამაც ჩემი იქ ყოფნა გადაწყვიტა. როდესაც რეიგანი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სასტუმროდან გამოდიოდა, მაკარტი იქ შეკრებილ ხალხს ყურადღებით აკვირდებოდა. თან უკან პრეზიდენტს უყურებდი, როდესაც ჯონ ჰინკლი წინ გამოვარდა. ჰინკლი პრეზიდენტს რევოლვერი დაუმიზნა. ეს ძალიან სწრაფად მოხდა. მხოლოდ ვაზნებით და კვამლით გავარკვიე თუ საიდან იყო სროლა. სროლის დროს ერთი ტყვია პრეზიდენტის ლიმუზინის კარს მოხვდა და აისხლიტა. როდესაც მანქანა დაიძრა, ყველამ დაინახა, რომ პრეზიდენტი რეიგანი სწორედ ასხლეტილი ტყვიით იყო დაჭრილი. როდესაც სროლა დასრულდა და დაცვამ ჰინკლი მიწაზე დააგდო, ხალხმა დაინახა, რომ პრეზიდენტის გარშემო კიდევ 3 ადამიანი იყო დაჭრილი, მათ შორის პრესმდივანი ჯეიმს ბრედი და აგენტი მაკარტი. ტყვიამ ფილტვი, ღვიძლი და დიაფრაგმა გაიარა. სურათზე ჩანს, რომ მუცელზე ხელი ვიტაცე, რადგან ტყვიამ ღვიძლი გაიარა. ტყვია კი თავიდან კერტში მომხვდა. პრესმდივან ბრედის სერიოზული ჭრილობები ჰქონდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. ასევე გადარჩა ვაშინგტონის პოლიციის ოფიცერი ტომას დელეჰანტიც. პრეზიდენტი რეიგანი მალე გამოჯამრთელდა. მაკარტი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა საიდუმლო სამსახურის მუშაობა შეცვალა. ამის შემდეგ ლითონის დეტექტორების გამოყენება დავიწყეთ. ყველა იმ პიროვნებაზე, რომელიც პრეზიდენტის სიახლოვეს შეიძლება აღმოჩენილიყო. ფაქტია, რომ მას შემდეგ არც ერთ ჩვენს ლიდერზე თავდასხმა არ განხორციელებულა. ჯონ ჰინკლი შეშლილობის გამო დამნაშავედ არცნეს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული. რეიგანის ლიმუზინი კი მიჩიგანის შტატის ქალაქ დერბორში ჰენრი ფორდის მუზეუმშია გამოფენილი. ნატყვიარი ინციდენტის შემდეგ მალევე შეაკეთეს. 30 წლის წინ მომხდარმა თავდასხმამ პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. პრეზიდენტი და მისი მეუღლე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მუდამ გამოხატავდნენ მადლიერებას. რეიგანის შემდეგ მაკარტი კიდევ 2 პრეზიდენტს იცავდა. მან საიდუმლო სამსახური 1993 წელს დატოვა. ის ამჟამად ჩიკაგოს გარეუბანში პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. რეჯეპ ჟორდანია პარიზში პოლიტიკური დევნილის ოჯახში დაიბადა. მამა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლიდერი, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახლდათ. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მან 3 ქალაქში, პარიზში, ნიუ-იორკში და თბილისში გაატარა. ბატონი რეჯეპის საინტერესო თბილი და იუმორით სავსე მოგონებათა წიგნის პრეზენტაცია ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართა. რუსუდან წერეთელი მოგვითხრობს. პარიზი, ნიუ-იორკი, თბილისი. გზა, რომელიც ერთობ ახლობელია, მაგრამ ამავე დროს ნოსტალგიით გაჯერებული. 1921 წელი ბოლშევიკებისაგან დევნილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა. სამანს აქეთ დარჩენილი სამშობლო და საფრანგეთის ცისქვეშ შეკედლებული ქართული პოლიტიკური ელიტა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 1990 წელს ნოე ჟორდანიას ვაჟი რეჯეპ ჟორდანია საქართველოში პირველად ჩამოდის. წლების მანძილზე დაგროვილ ემოციას, მონატრებასა და სამშობლოსთან შეხვედრის ამ სახელმოვლენებს მოგვიანებით იგი ერთმანეთს დაუკავშირებს და წიგნის სახით გამოსცემს. მე გავიზარდე ლევილში. ამ სათაურით წიგნი პირველად საქართველოში დაიბეჭდა. თუმცა განახლებული ვერსია სათაურით ყველა ჩემი საქართველო ამჟამად უკვე ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის ყურადღების ცენტრში მოექცა. წიგნი ჩემი მოგონებების ერთობლიობას წარმოადგენს. მაშინ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა შევიტანე, რასაც ჩემს ცხოვრებაში პირადად შევესწარი. მიუხედავად იმისა, რომ მე საფრანგეთში ლევილში დავიბადე და გავიზარდე, საქართველოზე ფიქრი მუდამ თამსდევდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის წუთები, როცა პირველად ჩემს მიწა-წყალზე დავადგი ფეხი. საქართველოს ჩემს გულში უკიდეგანო ადგილი უჭირავს.
ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნი ეპოქის დამახასიათებელ ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს მხატვრულად აღწერს. ბევრი ისტორია უშუალო სტილში გადმოვეცი. ამ წიგნის მეშვეობით უამრავ საინტერესო დეტალთან ერთად საშუალება გეძლევათ ქართველების საფრანგეთში ცხოვრებას გაეცნოთ და დაინახოთ თუ როგორ ვიცავდით ქართულ ტრადიციებს და როგორ ზეიმობდით ყველა ღირსშესანიშნავ ქართულ დღესასწაულს. ჰარიმანის ინსტიტუტში შეკრებილ საზოგადოებას წიგნის გამოცემის მნიშვნელობაზე საკუთარი აზრი მოწვეულმა სტუმრებმაც გაუზიარეს. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც ქართული ღონისძიება ტარდება. დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებულად საინტერესო. საინტერესო იყო, რომ გავიგეთ ისტორია ჩვენი პირველი პრეზიდენტის შესახებ, მისი ოჯახის შესახებ, მის თავგადასავლებზე. ისტორიისა და კულტურის ჰარმონიული თანხვედრით, ერთი შეხედვით იუმორით გადმოცემულ ზოგიერთ ამბავში ავტორის მიერ სამშობლოსადმი გაათმაგებული სიყვარული იგრძნობა, რომელიც მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. რუსუდან წერეთელი, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ ნახეთ ამერიკის ხმის ყოველკვირეული გადაცემა ვაშინგტონი დღეს. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე amerikisxma.com და გახსოვდეთ. ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.